არის ნიშნავდა სასახად იმას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ შურისძიება ქართული ემიგრანტების წინააღმდეგ. ასე ხსნიან ემიგრანტები ოცნების ხელისუფლების მორიგ ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც წლების განმავლობაში იძულებით ოჯახებისგან შორს უწევს ცხოვრება, ივანიშვილის რეჟიმს პასუხობენ, რომ ემიგრაციაში მათი ყოფნა ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. ოცნებამ კი კარგად იცის, რომ რთული სამუშაო პირობების და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ემიგრანტები ქვეყანაში 4 წელში ერთხელ კი არა, უფრო დიდი ხნის შემდეგაც ვერ ჩამოდიან. ახლა კი ივანიშვილის მცდელობა გარიყოს ემიგრაცია, მოქალაქეებისთვის იმის დასტურია, რომ ოცნების ხელისუფლებას მათი ბედი არ ადარდებს და თან პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეების შიში აშკარად აქვს. ბიძინა ივანიშვილი გამწარა იმად, რომ მთელი ბოლო არჩევნების განმავლობაში, მათ შორის 2016-ში, 2018-ის პირველ ტურში, 2018-ის მეორე ტურში, 2020 წელს, 2024 წელს, აბსოლუტურად თითქმის ყველა ბოლო არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა ქართულ ემიგრაციასთან. ჩვენთვის თავარი არის ახლა ემიგრანტებიც არ გავჩერდეთ და ბოლომდე გავაგრძელოთ ბრძოლა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური დაპირისპირება, ეს არის კონტროლი ხალხზე, ხმაზე და მომავალზე. და კარგად უნდა ესმოდეს და აცნობიერებდეს საქართველოს არლეგიტიმური ხელისუფლება, რომ ხალხი ამას არ ეგუება. სწორედ ჩვენი ხმის წართამების შედეგია, რაც დღეს რუსთაველზე ხდება უკვე 1 წელზე მეტია. ამიტომ არც საქართველოში და არც ემიგრაციაში არ შევეგუებით და ჩვენი ხმა არ გაქრება. პრინციპში შიში გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ გასული საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკასაც. ივანიშვილის პარტიამ 2024 წლის არჩევნები ემიგრაციაში საგრძნობლად წააგო. დიდი ძალისხმევის შედეგად საზღვრებს მიღმა ემიგრანტებისთვის მხოლოდ 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ხმების 80%-ზე მეტი კი პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს. დღეს კი ემიგრანტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ბრძოლა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ არ უნდა გაჩერდეს. საქართველოს ორგანიზმის მცხოვრები ქართველების დიდ ნაწილზე უბრალოდ არ აქვს ქართული ოცნების პროპაგანდას წვდომა, ვერ ახერხებს მათთვის ტვინის გამორეცხვას და ვერ ახერხებს ისინი დაიყოლიოს საკუთარ ცრუ ნარატივებზე. შესაბამისად ემიგრაცია დადის არჩევნებზე და აძლევს ხმას საქართველოს დემოკრატიულ ევროპულ მომავალს. სადაც არ უნდა ვიყოთ, გვაქვს უფლება, რომ ჩვენი სამშობლოს მომავლის განსაზღვრაში მივიღოთ მონაწილეობა. ამ უფლების შეზღუდვა არის ნიშნავს საერთაშორისო კონსტიტუციური და დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათევა. ოცნების პროპაგანდა დღეს ასე დაალაგდა ემიგრანტების საზღვარგარეთ უცხო გავლენის ქვეშ იმყოფებიან. არ იციან რა ხდება ქვეყანაში და იმისთვის, რომ ვითარება ობიექტურად შეაფასონ, საკუთარი ხმა საქართველოში საარჩევნო უბანთან უნდა დააფიქსირონ. ამას ამბობენ იმ ემიგრანტებზე, რომლებიც სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში არა საკუთარი ნებით, არამედ სწორედ ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო არიან. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა. ხედავთ, რომ რამდენად ძლიერი არის სურვილი გარეჩარევისა ჩვენს არჩევნებში და რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან უცხო ქვეყანაში, არიან პირდაპირ შეიძლება გახდნენ პოტენციური სამიზნე გავლენისა და ჩარევისა ქართულ არჩევნებში. ვისაც ინტერესი აქვს და აქვს სურვილი, რომ პოლიტიკური ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გზით, 4 წელიწადში ერთხელ უნდა დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში. შეურაცხყოფების მცდელობებთან ერთად ოცნების დეპუტატების განცხადებაში ცინიზმიც იკითხებოდა. მაშინ როცა საქართველოს თითქმის მილიონი მოქალაქე ემიგრაციაშია, ოცნება გვარწმუნებს, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს და ამას ემიგრაციაში ვერ აღიქვამენ. თუმცა არაფერს ამბობენ, როგორ უნდა გაიგოს 2-3 დღით ჩამოსულმა ემიგრანტმა ქვეყანაში არსებული რეალობა. ოცნებაში დღეს თავს იმით იწონებდნენ, რომ ემიგრანტების არაერთ პროგრამას აფინანსებენ, მათ შორისაა საკვირაო სკოლები, კულტურული პროექტები და ტანვარჯიში. ეშინია ოცნებას ემიგრანტების არავის არ ეშინია საარჩევნო მხოლოდ საელჩოებში იხსნება იცით თქვენ და შეიძლება ამერიკის რომელიმე შტატიდან ნიუ-იორკში ჩასვლა საქართველოს ჩამოსვლა ჯობდეს ხმის მიცემა ჩვენი ახლობლების და მეგობრების ნახვა და უკან დაბრუნება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესდება ყოველწლიურად მცირდება უმუშევრობა იზრდება შემოსავლები თუ მეტი ემიგრანტი დაბრუნდება სამშობლოში ჩვენც უკეთესია ჩვენ ემიგრანტებს ხმის მისაცემად არ უყურეთ მხოლოდ ჩვენ ახლახანს მიმდინარე წელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერობით რამდენიმე მილიონი დაიხარჯა იმაზე რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ემიგრანტები და ცალკეული პროგრამები დავაფინანსეთ და პროექტები ეს არის საკვირაო სკოლები ეს არის კულტურული მიმართულებები საგანმანათლებლო ეს არის ტანვარჯიში
საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ბრძოლა ემიგრაციის წინააღმდეგ ასე ფასდება იურისტებში და კონსტიტუციონალისტებში ოცნების გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეებს ოცნების ხელისუფლება ევროპული სიკეთეების გარეშე ტოვებს, მათ აღარც იმის უფლებას აძლევს, რომ საარჩევნო ხმა იმ ქვეყანაში დააფიქსირონ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ეს კი იურისტების შეფასებით ადამიანისთვის ფუნდამენტური უფლებების წართმევაა. პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამ საყოველთაობის პრინციპთან და ასევე საერთაშორისო პრაქტიკასთან, როდესაც პირიქით სახელმწიფოები დღეს იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს აძლევენ უფლებებს საზღვარგარეთ მიიღონ მონაწილეობა. ნებისმიერი ხელოვნური შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე არ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის არჩევნებში მონაწილეობის ფაქტობრივად უფლების ჩამორთმევასთან, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. რუსული რეჟიმი, რომელიც ისტორიაში შევა ისე როგორც ყველაზე მავნებელი და დანაშაულებრივი, სწორედ ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ქართულ დიასპორაზე დგას. ოცნება კი არა კონსტიტუციურად მოქმედებს და საკუთარ მოქალაქეებს სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე და განვითარებაზე უარს ეუბნება. ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის, რომელიც წასული არის ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ სწორედ სახელმწიფომ ვერ შეძლო მათთვის ვერც იმ პოლიტიკური პირობების შექმნა, ვერც ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც ამ ადამიანებს ან დააბრუნებდა, ან ამ ადამიანებს მისცემდა იმ სურვილს, რომ წასულიყვნენ და სხვა გზას დაინახავდნენ ქვეყანაში. ამიტომ არსებობს ვალდებულება სახელმწიფოსი მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან. ოცნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უთანაბრდება ავტორიტარულ სახელმწიფოებს და ქვეყანა სრულ იზოლაციაში აქცევს, ამაზე თანხმდებიან პროდასალური ოპოზიციური პარტიებიც. იციან, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ, იციან ისიც, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, შესაბამისად რეჟიმისთვის ეს არის პრობლემა და სწორედ იმიტომ, რომ ეს არის პრობლემა, მათ ახლა გადაწყვიტეს, რომ აი ამ ადამიანებს, რომლებიც იძულებით არიან ქვეყნიდან წასული, მათ შორის იმ ძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც შექმნა რეჟიმმა ამ ქვეყანაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ, იმუშაონ და ღირსეულად იცხოვრონ, აი ამ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალა უფლება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ივანიშვილი ამის წართმევას ცდილობს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, რომელთა დამსახურებითაც 10 წლეულების განმავლობაში ხდება გადარჩენა საქართველოს ეკონომიკის. არაერთი რეპრესიული კანონის დამტკიცების, ოპოზიციის დევნის და ახლა უკვე ემიგრანტების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიუხედავად, ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უკომპრომისოდ უნდა გაგრძელდეს, აცხადებენ ოპოზიციაში. ეს გადაწყვეტილებები კი მათთვის ცხადყოფს, რომ რეჟიმი შეშინებულია. იმის ნაცვლად, რომ მზარდი ემიგრაციის პირობებში არჩევნების სამართლიანობის და ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უფრო მეტ გარანტიას ქმნიდეს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობისთვის, ოცნება სრულიად საპირისპიროს აკეთებს. ხელოვნურ ბარიერებს უწესებს ათობით 1000 საქართველოს მოქალაქეს და ფაქტობრივად ხელს უშლის არჩევნებში მათ თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობას. ოცნების ახალი ინიციატივა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს ბიუროს ხდომაზე უკვე დარეგისტრირდა, წლის ბოლომდე ცვლილებები ძალაში შევა. ივანიშვილის გადაწყვეტილებით ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება საქართველოს ტერიტორიის გარდა არსად ექნებათ. ანუ გასული წლების პრაქტიკა უქმდება, ემიგრანტებისთვის არც ერთ ქვეყანაში საარჩევნო უბანი აღარ გაიხსნება.